გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბროთ იმაზე, არის თუ არა AI ან ხელოვნური ინტელექტი, ნამდვილად ხელოვნური ინტელექტი. თუ ეს არის რაღაც მარკეტინგულად კარგად შეფუთული ხელსაწყო. ინტელექტი არის აზროვნების, დასაბუთების და გაგების უნარი. ინტელექტი გვაძლევს საშუალებას გავაანალიზოთ, პრობლემები გადავჭრათ და წარმოვქოთ ახალი იდეებიც კი. ეხლა რაც შეეხება თვითონ ხელოვნურ ინტელექტს, ანუ AI-ს. AI-ს აქვს საშუალება გააკეთოს ანალიზი, შაბლონები ამოიცნოს და მიიღოს თავისი გადაწყვეტილებებიც კი. ასევე წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით იგი სწავლობს. მაგრამ არის თუ არა ეს საკმარისი, რომ ჩავთვალოთ AI-ს აქვს ნამდვილად ინტელექტი. ადამიანებისგან განსხვავებით, მას არ შეუძლია მას არ აქვს გაგების უნარი. ის აზროვნებს გარკვეული ალგორითმით და ის ვერ გაცდება ამ მოცემულობას. ცუდად არ გამიგოთ. ანუ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ბევრად უკეთესად ითამაშოს ჭადრაკი, ბევრად უკეთესად და ბევრად ჩქარა შეუძლია ჩამოაყალიბოს რაღაცა აზრი რაღაცაზე. ადამიანს კი შეუძლია შექმნას ახალი, მას არ გააჩნია რაღაცა ზღვარი და ყოველთვის შეუძლია გავიდეს ამ ზღვარს და რაღაცა ახალი შექმნას, ან ახალი შეიგრძნოს, გაიგოს, რაც ჯერჯერობით არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს. ეს არის პირველი ვიდეო ჩაწერილი ხელოვნურ ინტელექტზე. ბოლო რამდენიმე წელია ვაკვირდები ხელოვნურ ინტელექტის განვითარებას და მინდა ვთქვა, რომ შთამბეჭდავია ის, თუ რამდენად ჩქარა ვითარდება იგი და რამდენად ბევრ სფეროში იწყებენ მის გამოყენებას. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ უყურეთ ამ ეპიზოდს და გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ, იქნება თუ არა ზოგადად ხელოვნურ ინტელექტს საშუალება მომავალში, რომ უკვე განავითაროს თავისი აზროვნება. ანუ არა იყოს მხოლოდ რაღაც გარკვეულ ალგორითმში მოცემული, არამედ შეძლოს ადამიანივით აზროვნება, ქონდეს გაგების, შეგრძნების უნარი. მადლობა რომ იყურეთ კიდევ ერთხელ.